არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართულ ოცნებას აგიტაციაში სდებს ბრალს. ორგანიზაციის წარმომადგენლის ბექა ექსეულიძის განცხადებით საარჩევნო უბანთან ახლოს ქართული ოცნების აქტივისტები აგიტაციას ეწეოდნენ. ის ამბობს, რომ სატელეფონო ზარების საშუალებით მოქალაქეების მობილიზებას ახდენდნენ და გამლელ მოქალაქეებს ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმის მიცემას თხოვდნენ. საჩივარი 100 უბანზე უკვე დაიწერა ფაქტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პასუხობს და ამბობს, რომ კომისიის წარმომადგენელი ფაქტს გაეცნო და უარყოფს. იმყოფებოდა ადამიანთა ჯგუფი დაახლოებით 15-დან 18 კაცამდე, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა პოლიტიკურ აგიტაციას და მე პირადად გავხდი ამ პოლიტიკური აგიტაციის მოწმე, ჩემ თავად და მსხვერპლიც. და ასევე ამ ადამიანებს ჰქონდათ სიები ამ მორჩილების, რომელთანაც ახორციელებდნენ უშუალოდ სატელეფონო ზარის დახმარებით დაკავშირებას. ეს ადამიანები წარმოადგენდნენ უშუალოდ პოლიტიკურ პარტიას ქართული ოცნებას და გამლელ ამორჩელებსაც კი ეუბნებოდნენ და ჰქონდათ მათთან ურთიერთობა, რომ დაეფიქსირებიათ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, პოზიტიური არჩევანი. ჩემს მიერ გაგზავნილი იქნა წარმომადგენელი, რომელმაც ფაქტი არ დაადასტურა, დაიწერა საჩივარი, ვახდენთ რეაგირებას საჩივარზე და თუ საჩივარს აქვს საფუძველი, ვიღებთ ზომებს, მაგრამ ამ შემთხვევაში თავმჯდომარეს არ ქონდა სხვა არავითარი უფლები, გარდა ამისა კიდევ ერთხელ გონებით გავაგზავნეთ წარმომადგენელი, რომელმაც ფაქტი არ დაადასტურა.